ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 267.218 ლარი დახარჯა. თემის დეტალები ვნახოთ ქეთი კაცელძის რეპორტაჟში. ძენწმანის მეჩეთს 19 საუკუნის შემდეგ რეაბილიტაცია პირველად ჩაუტარდა. ქართული საკულტო არქიტექტურის ნიმუშმა პირვანდელი სახე შეინარჩუნა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ თანამშრომლის თემურ ტუნაძის გადმოცემით, ძენწმანის მეჩეთი ისტორიულ-კულტურული ღირებულების ძეგლია. მასში შემონახული საინტერესო ორნამენტებით. მათ შორის იგულისხმება ხის მეჩეთების სამშენებლო ტრადიციები, გადაბმის წესი, ის რაც ქართული ხითხურობისთვის დამახასიათებელია. მისი ისტორიის სხვა ნიუანსი ბუნებრივია ცალკე აღებულად ძალიან მწირია, იმიტომ რომ რამე ისეთი დამათარიღებელი წარწერა არ შემოგვენახა სამწუხაროდ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ჩვენ აჭარაში შემორჩენილ სხვა ანალოგიურ ხის მესეთებს, დაახლოებით ეს მე-19 საუკუნით თარიღდება. ძენწმანის მეჩეთი ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე ძეგლია ჩვენთვის, რამდენადაც მასში შემოვინახა ძალიან საინტერესო ორნამენტული მოტივები. ეს არის ძალიან საინტერესო მხატვრულად, სტილიზირებულად დამუშავებული მცენარეული ორნამენტი, რომელიც სათავეს ძალიან შორეული წარსულიდან იღებს და ბუნებრივი და ძალიან სიღრმისეული კულტურული მემკვიდრეობა არის ქართულისათვის. ძენწმანის მეჩეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში პროექტით გათვალისწინებული ცოკოლის სართულის კედლები ტრადიციული ქვის წყობით აღდგა. მეჩეთმა ავთენტურობა თითქმის სრულად შეინარჩუნა. დაზიანებული ხის მასალები აღდგა და დამუშავდა სპეციალური ხსნარით. არსებული ორნამენტური დეკორები არსებული ნიმუშების მიხედვით აღადგინეს. სოფელ ძენწმანში მეჩეთის რეაბილიტაცია პრაქტიკულად დასრულებულია. ღონისძიების ფარგლებში მოხდა საძირკველის სრულად განახლება ტრადიციული ქვის წყობით, ამასთან მოეწყო წყალარინების სანიაღვრე ქსელი, ასევე სადრენაჟე ქსელი, თანამედროვე სტანდარტების ჰიდროიზოლაცია, დაზიანებული მასალა სრულად განახლდა და მოხდა მათი დამუშავება სპეციალური ნივთიერებებითა და ხსნარებით. ამასთან სრულად აღდგა იქ არსებული ორნამენტური დეკორები, პრაქტიკულად მეჩეთმა მიიღო პირვანდელი სახე. მეჩეთს რეაბილიტაცია შენობის დაშლა გადაწყობის მეთოდით ჩაუტარდა. ამ სახით შენობის რეაბილიტაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის პირველი იყო, თუმცა როგორც განმარტეს, პროექტი მეთოდოლოგიურად გამართულად შედგა სააგენტომ ამისთვის 267.218 ლარი დახარჯა. მე-19 საუკუნის არის და იმ დროიდან მოყოლებული დგას და ხელი არ უხლიათ. ამიტომ საკმაოდ დაზიანებული იყო ხის მასალა. სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ველოდებოდით ამ სირთულეებს, რაც დავწყვიტეთ, რომ მოდი დაგვეწყო ერთი შენობა, ნაგვენახა რა საშუალება ჰქონდა და როგორ შეასრულებდა ამას თვითონ გამარჯვებული კომპანია. შესაბამისად მივიღეთ საკმაოდ კარგი პროექტი. თავისი თავდაპირველი იერსახით არანაირი უხეში და არათანადროული ჩარევით. აჭარაში რომ ბევრ მეჩეთს სჭირდება კიდევ რეაბილიტაცია, ამაზე დასავლეთ საქართველოს მუფთი საუბრობს. ადამ შანთაძის თქმით, ძენწმანის მეჩეთის განახლება მუსლიმი მორწმუნეებისთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული ფაქტია. ქართველი მუსლიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ვიტყოდი ისტორიული დღე არის. ფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხრიდან, მისი მხარდაჭერით სრულად რესტავრირდა ეს მეჩეთი და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალშიც სხვა მეჩეთები იქნება რესტავრირებული, რომლებსაც სჭირდება გადაუდებელი სარემონტო, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მალე კიდევ ერთ მე-19 საუკუნის მეჩეთს ჩაუტარებს რეაბილიტაციას. ზვარეს ჯამესთვის 343.411 ლარია გათვალისწინებული.